საღამო მშვიდობისა. დღის მთავარი გამოშვებით ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სავალი გზისა და წყალგაყვანილობის სისტემების უკვე ნაცნობი პრობლემები. რუბრიკის დაუსვი შეკითხვა ხელისუფლებას ფარგლებში რეპორტაჟი დაბა ნარუჯიდან გთავაზობთ. ნარუჯი და ლაითური ერთმანეთის გვერდით მდებარეობს. სურათი ორივე დაბაში თითქმის ერთნაირია. ხელისუფლებას მეტ თანადგომას თხოვენ და ცდილობენ თავიანთი გასაჭირის სიღრმეში ჩაგვახედონ. ნარუჯაში ლაითურის მსგავსად პრობლემაა წყალი, თუმცა რამდენიმე რაიონში ამ მხრივ მცირედი სიახლეებია, რასაც ნარუჯელები ხელისუფლებას არ უკარგავენ. როგორც იქნა დაადგა ხაშვილი კეთდება, კარგია. წყლები არის მოსული და ახლა იმასაც გამენ სოჩიკებს და გონია ვეღირსება რაცხა. კია გაკეთებული, მაგრამ როგორც ასეთი ჯერ სუფრად შემოსული არის, მაგრამ ჯერ მოსახლეობას არ გვაქვს ფინანსური დახმარებები, რომ მოსახლეობამ გავაკეთოთ წყალი და გამოგვიშვათ. თორე კია მოსული. რთული სანახავია აქაური გზაც, რომელიც დიდი ხანია არ გარემონტებულა. ხედავ გზას, რასკავს. დანარჩენი რაღა გილაპარაკო. რომ ჩვენ ვარგით ახლა მაშინ კი იყო ასფალტი. კაი ასფალტი იყო დაგებული, მაგრამ მას მერე აქ რემონტი არ ჩატარებულა, არ გაკეთებულა და ფივართ ასეა ტარახში, ბაღნები, სკოლა. გზები გასაკეთებელი გზებით ლაობენ და წყალი ქონია, გზა არ ქონია. იგი საჭიროა იგი სოფელში. მრავალბინიანი სახლების სიმრავლის გამო აქ ითხოვენ გადასახური მასალის მიწოდებასაც. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცირედი დახმარების შემთხვევები, ჯერჯერობით პრობლემა სანახევროდაც არ აღმოფხვრილა. სახურებების ბევრი სახურები აღარ გვარობაში ასეა. აგიატრიჩეში დაუხურეთ, მაშინ აქეთ ვიყავ ბინებში მეხაზევით. და შემორჩა ის ადრინდელი. დანარჩენი სულ აგდაჭდება სახურებები. სახურავს არ კაი შევეშვით. მე თვითონ ეზავ კაი შეფეთო გაწყდა. აი სინკარია პრობლემა. კრანს მევიყო და ჩამევიღებთო. კრანი ჯდება 500 ლარი. ტაბის დახურვა ჯდება 200 ლარი. ჩაბვალე დაეცეს ვიღაცას პასუხებელი ვინ ამეთი უთხარი და რაღაცას ვიზავთ ადგილები გამგვევბავ. საკაზაფხულო სამუშაოების მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ხვნა თესვის ხარჯებიც. გარდა იმისა, რომ ფართობების დამუშავებას ადგილობრივებისთვის ძნელად მოსაპოვებელი ფინანსები სჭირდება, მცირეა თავად ამ ნაკვეთების ფართობიც. ნარუჯელები მათი დაბის ირგვლივ დაუმუშავებელი მიწის მცირე ნაწილის გადმოცემას ითხოვენ, რათა ხვნა თესვას მოსავლის რაოდენობის თვალსაზრისით მათთვის აზრი მიეცეს. ელემენტარული მიწაც არ გვაქვს, ისე ვართ უმიწოთ, რომ მე არ ვიცი, აგე ხია შესყიდული მიწები და ჩვენ მიწა არ გვაქვს ვენატრე. მაინც იმდენი მიწა ჰქონდეს, ერთი 1000 და 1500 მეტრი მიწები ეზოზე საცხა მოუგცენ ყველა ადამიანს, რომ რამე ხომ უნდა ვირჩინოს პატარა ბოსნები, აგერ ეზოები, ჩვენი ეზოები დავუღობით. ჩვენი არაო და ჩვენ ნებართვას არავინ არ გვაძლევს და ალბათ აგვიჭერენ მაგის გულიზა რო გევიდეთ და დაგვაპატემრებენ. თქვენ არ გეხებათ აი თქვენი მიწა არაო, აი ოპიტისაო, ისო ანასეულის მიწაო და ჩვენ კი ვართ ასე. რთულია მატერიალურ პრობლემებთან გამკლავება, მაშინ როცა უმუშევრობა ყველა ნარუჯელი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. დასაქმებული არავინ არააღო. ყველა ეძებს სამუშაოს, ყველას უნდა, მაგრამ სადაა? რა უნდა გახვიდე და რა ითი უნდა იმუშაო და რა აქ ისეთი რაიონი ვართ, მაგალითად ეს მე-6 რაიონი ესეთი ადგილია, რომ რაზენა დავსაქმეთ, არაფერი საქმე არ გვაქვს. მე მაგალითად არც ბიჭი მყავს, არც იგი მყავს გოგო, რომ გუშვა ან სადმე და რაცხა მომიტანოსა ვიჭაბოთ და ვათ ერთი თორქმაი და კი რაცხას. ნარუჯასა და ლაითურისთვის როგორც ტერიტორიულად, ისე პრობლემების მსგავსებით ერთმანეთთან დაკავშირებული დაბებისთვის ალბათ ერთად დაიწყება რეაბილიტაციის პროცესი, მაგრამ იმედია, რომ ეს მალე მოხდება. გურიის თავისუფალი დემოკრატები ოზურგეთში არქეოლოგიურ აღმოჩენას ისევ ეხმაურებიან. მათი თქმით, აღმოჩენისთვის რეზონანსის მიცემა ადგილობრივი პრესისა და თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის დამსახურებაა. გურიის თავისუფალი დემოკრატების მორიგი პრესკონფერენციის მთავარი თემა ამჯერად ოზურგეთში აღმოჩენილი ისტორიული ძეგლი გახლდათ. პარტიის ლიდერის თემურ სალუქვაძის განცხადებით, რომ არა ადგილობრივი პრესისა და თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის ძალისხმევა, ფაქტი ქალაქის ცენტრში უძველესი აბანოს აღმოჩენის შესახებ დამალული დარჩებოდა. სალუქვაძემ თხოვნით მიმართა მედიის წარმომადგენლებს, რათა თვალი მიადევნონ პროცესებს, რომელიც არქეოლოგიური აღმოჩენის ირგვლივ განვითარდება. ჩვენმა მოთხოვნა გაიმარჯვა, დიდება უფალს, რომ ვიღაც გონიერი აღმოჩნდა ხელისუფლებაში და ჯერჯერობით საწყის ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგა. ეს არის ჩვენი ოზურგეთის ისტორიისათვის და მთლიანად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ წარსულს, ჩვენს ისტორიას უნდა მოვეკიდოთ ძალიან დიდი ყურადღებით. გამოშვებას დედაქალაქის ამბებით განვაგრძობთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ტრადიციულ ბრიფინგზე მალაიზიაში დაკავებულ ბაბუცა გორდაძეს და კანადაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ისევ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება მალაიზიაში ნარკოტრაფიკის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძის საქმე. როგორც ნინო კალანდაძემ განაცხადა, გორდაძის სასამართლო პროცესი ხვალ 3 აპრილს გაიმართება. საკმაოდ სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს იმის თაობაზე, რომ ეს საკითხიც თვითონ სახელმწიფო ბრალდებელთან, როგორც ასეთი ოფიციალურად მორიგების ფარგლებში პოზიტიურად სრულდება, შესაბამისად ჩვენ საკმარისი საფუძველი გვაქვს იმისა, რომ ვიმედოვნოთ, რომ ამ კალბატონთან მიმართებაშიც სიკვდილით დასჯა, როგორც ასეთი უმაღლესი სასჯელი თავიდან იქნება აცილებული, უფრო მეტიც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვინაიდან არსებობს გარემოებები, რომელთა თაობაზეც ჩვენ მათ ინტენსიურად ვაცნობებთ, მათ შორის ის, რომ ამ კალბატონს მცირეწლოვანი შვილი ყავს, იმედი გვაქვს, რომ ეს გარემოებები კიდევ დამატებით იქნება მხედველობაში მიღებული. მინისტრის მოადგილე შეეხო კანადაში ტაბასკოს კატასტროფასაც და განაცხადა, რომ იახტაზე გარდაცვლილი ქართველის ოჯახისთვის მაქსიმალური დახმარების აღმოჩენას ეცდება. სახელმწიფო თავის კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ჩაერთვება. თქვენ იცით, რომ ეს არის ასე ვთქვათ, სპეციალური სახელმწიფო პროცედურა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან მიმართებაში საქართველოს მთავრობა გულისხმიერი იქნება. ბრიფინგზე საუბარი იყო ჟენევის მოლაპარაკების მე-19 რაუნდზეც, რომელიც შერეული შედეგით დასრულდა, მაგრამ ქართული მხარის მიზნად კვლავ რჩება ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმზე რუსული მხარის მიერ ხელის მოწერა. ჩვენ მთავარ მიზნად რჩება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღება და ხელმოწერა, როგორც ასეთი, იმდენად რამდენადაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ მიმდინარე პერიოდში, როდესაც იგეგმება როგორც ასეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები კავკასია 2012-ით ცნობილი და ეს იმ ფონზე, როდესაც გაძლიერებულია როგორც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან სამხედრო და აგრესიული რიტორიკა და ისე ამავდროულად ასე ვთქვათ, პარალელურ რეჟიმში სამხედრო მობილიზაცია. ამასთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ თვითონ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქართულ მხარეს განუცხადა, რომ წვრთნები მოიცავს მხოლოდ ოპერატიულ სასშტაბო სწავლებას და მაშინ მონაწილეობას არ მიიღებენ როგორც ასეთი რუსეთის ის სამხედრო შენაერთები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიის მიღმა არიან დისლოცირებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიდრე ოფიციალურ შეფასებას გავაკეთებდეთ, ვიმედოვნებთ, რომ ოფიციალური მოსკოვი დაადასტურებს ამ ინფორმაციას. ახალი სეზონი მორაგბეებმა კურთხევით დაიწყეს. სვანის სტადიონზე შეკრებილები მამა ერმოლაუსმა დალოცა. აქ საომარი არაფერი არ არის, აქ არის შეხვედრა, მეგობრული, სიყვარულით, უნდა გიყვარდეს ის ადამიანები და ერთმანეთი. კურთხევა შვილო ეს არის ღვთისგან მოძებული მადლი, როცა ადამიანი ამ შემთხვევაში სასულიერო პირი აკურთხებს, ლოცავს ადამიანს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე ღვთისგან გადამოდის მადლი. და უფალი ამბობს, რომ წეღან თქვენ სადაც 2 და 3 კაცი შეიგრებება ჩემი სახელით, მე მათთან ვარ. და კურთხევით გაკეთებული საქმე უკვე ნახევრად გაკეთებულ საქმეზე მეც ნიშნავს. და მე იმედი მაქვს, რომ ერთი მოწყალია და ჩვენი ბიჭები აუცილებლად გაიმარჯვებენ ღვთის კურთხევით და თავიანთი მონდომებით. სვანის სტადიონზე შეკრებილი მორაგბეები მიღებული ლოცვა კურთხევის შემდეგ ერთმანეთს შეერკინენ. ამხანაგურ მატჩში ოზურგეთელი არწივები საჩხერის ჯრუჭს შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ორივე გუნდის მოთამაშეებმა თავი არ დაზოგეს და მაყურებელს საინტერესო და დაძაბული მატჩი აჩვენეს. როგორც არაგბო კლუბის ხელმძღვანელმა ზვია დუნდიაძემ აღნიშნა, არწივების ბაზა 2008 წლიდან არსებობს, რომელიც A და B ლიგის გარდა 2 საფესტივალო ასაკობრივ ჯგუფს ითვლის. სულ რაღაც 60 წელიწადში ახალ დაკომპლექტებული B ლიგის მორაგბეები საქართველოს ღირსების დასაცავად იბრძოლებენ. ძალიან გიყვარს აქ შემოსვლა, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. ამათი მწვრთნელები ჩვენი პირადი მეგობრები ვართ და რაგბი საერთოდ მეგობრობის და მიაწვა ბიჭო! ჩვენი მიზანია აი პირველ რიგში კაცები გავზარდოთ და არა აი თამაშით ეს არის ფესტივალი საბავშვო, არც იმდენი შენიშვნება უნდა იხალისონ ბავშვებას და ჩვენც რა თქმა უნდა. დაიწყო ბელიგის გათამაშება, ბელიგის ჩემპიონატი, ჩვენ კიდევ მოახერხეთ ერთი რომ შაშანდელი ჩვენი ბელიგა ფაქტურად
ასაკიდან გამომდინარე გადავიდა და თამაშობს ალიგის ჩემპიონატს. ეხლა შევქმნით 96-97 წლების წლიანი მოთამაშეების მორაგბეთა გამოშვება და ნორმალური გუნდი დავაყენეთ და ვცდილობთ, რომ ამ ჩემპიონატში ძალიან კარგი შედეგი უჩვენოთ. ბელიგის გუნდის გარდა კიდევ ორი პატარა ასაკობრივი ჯგუფი შევინარჩუნოთ, რასაც საფესტივალო ასაკი ქვია და ჩვენი მიზანია რაგბის პოპულარიზაცია. ეს პატარა ჭაბუკი მორაგბები სულ რაღაც 3 და 4 წელიწადში უკვე ფაქტურად საქართველოს ღირსებას დაიძავენ ნამდვილად და ითამაშებენ ასევე პირველი ლიგის ან უმაღლესი ლიგის გუნდებში. ეს გახდა ჩემთან არსებული ბოლო ინფორმაცია. მე საინფორმაციო პროგრამა ფაქტის კორესპონდენტებთან ერთად მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ.